მორიელებისთვის თებერვალი კარიერულ საკითხებს წამოწევს წინა პლანზე და ყურადღებას მოითხოვს იმ მიმართულებებზე, სადაც შედეგები უკვე თვალსაჩინო გახდება. სავსე მთვარე ლომში თვის პირველივე დღეებიდან დაგანახებთ თქვენი შრომის შედეგებს და ბუნებრივად დაბადებს შეკითხვას, რას ნიშნავს წარმატება თქვენთვის ამ ეტაპზე. 17 თებერვალს მზის დაბნელება მერწყულში ფუნდამენტური შინაგანი ცვლილებების პროცესებს დაიწყებს, ირყევა სისტემა, რასაც აქამდე ეყრდნობოდით და საჭირო გახდება ახალი შინაგანი საყრდენების მოძებნა. ვენერა თევზებში კი ემოციურ სიღრმეს ამძაფრებს და გაბრუნებთ გულთან. იქ, სადაც პასუხების გამოკვეთა ყოველთვის მარტივი არ არის. თუ გრძნობთ, რომ ეს თემები თქვენს გეხებათ, მოდი ერთად ვნახოთ, როგორ შეიგრძნობთ ამ გავლენებს პირადად თქვენ. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს მორიელებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების ტუზი. თებერვალი თქვენთვის იქნება სიცხადის, ცნობიერების გამოფხიზლების პერიოდი, თითქოს რაღაც მკვეთრად შემოიჭრება თქვენს გონებაში და ბოლოს და ბოლოს ნათელს მოფენს იმას, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო. ეს იქნება დრო, როდესაც ფიქრი გააქტიურდება, კითხვები დაზუსტდება და პასუხებიც უფრო პირდაპირი გახდება. აღარ გექნებათ სურვილი, რომ რაღაცებს გვერდი აუაროთ და თვალი დახუჭოთ ისეთ საკითხებზე, რაც დროულად ითხოვს გადაჭრას. ეს ბარათი ხშირად მიუთითებს სიმართლის გაჟღერებაზე, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიგოთ რაღაც, რაც მთლიან სურათს შეცვლის, ან თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული თემების საბოლოოდ გაანალიზოთ და წერტილი დაუსვათ გაურკვევლობას. ამ თვეში განსაკუთრებით ძლიერად იმუშავებს თქვენი გონება, სიტყვა, აზრი, მარტივად შეძლებთ პრობლემების ლოგიკურად გამოკვეთას და მათ არსში გარკვევას. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს ენერგია არის ცივი და მკვეთრი, ამიტომ ეცადეთ ამ პერიოდში მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი სიმკაცრის ხარისხი და ნუ იქნებით ჯიუტად კატეგორიულები, რომ თავიდან აიცილოთ დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაციები. თებერვლის განმავლობაში გირჩევთ იფიქროთ მკაფიოდ, თქვით ის, რაც სათქმელია და მიიღეთ გადაწყვეტილებები არა შიშით, არამედ გააზრებული და გაცნობიერებული ხედვით. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების სამიანი. ამ ხრივ სამწუხაროდ ამ პერიოდში იმედგაცრუება გელით, შესაძლებელია თქვენი პარტნიორი ვერ აკვეთ თქვენს ინიციატივებში, ვერ მიიღოს თქვენი სიახლეებისადმი ლტოლვა, გამოიჩინოს უყურადღებობა და ამ გული გადგინოთ. შესაძლებელია გქონდეთ შეგრძნება, რომ პარტნიორს არ ესმის თქვენი, რომ მისი არსებობის მიუხედავად მარტოსულად გრძნობთ თავს. უარეს შემთხვევაში ამ ნიადაგზე შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციებით შეგექმნათ, ადგილი კონდეს გაურკვევლობას და დაბნეულობას. ზოგიერთი თქვენგანი გამორიცხული არ არის ამ პერიოდში აღმოჩნდეთ სასიყვარულო სამკუთხედშიც, ხოლო ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია იმასაც გულისხმობდეს, რომ რომელიმე მესამე პირი, მაგალითად თქვენი ოჯახის წევრი ან ახლობელი ერევა თქვენს პირად ურთიერთობაში და გარკვეულ პრობლემებს გიქმნით. ამიტომ ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების ტუზი. მიუხედავად თქვენი ფონური გულგატეხილობისა, ამ პერიოდში თქვენს ურთიერთობაში ახალი პოზიტიური შესაძლებლობები გაჩნდება, გექნებათ სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა,
იგრძნობთ მატერიალურ კეთილდღეობას, გამორიცხული არ არის გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ დაიწყოთ დიდი ხნის მიზნების განხორციელება, ან სულაც ახალი მიზნები დაისახოთ და გქონდეთ შინაგანი განწყობა, რომ ყველაფერი გამოგივათ. მათთვისაც, ვინც დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ მიხვიდეთ გარკვეულ კონსენსუსამდე, დაალაგოთ თქვენი ურთიერთობა და პერიოდის ბოლოს შინაგანი სიმშვიდეც მოიპოვოთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი, აქ ურთიერთობაზე საუბარიც არ არის, შესაძლებელია თქვენ ჯერ კიდევ წინა პარტნიორისგან მიღებული ტრავმების გადააზრების პროცესში ხართ, ან ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, როგორი სახის ურთიერთობა გჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე. შესაძლებელია ფიქრობთ, რომ პირადი ურთიერთობა ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს თქვენი სხვა მიზნების მიღწევისთვის, ან უბრალოდ ეს თემა, ეს საკითხი დახურული გაქვთ და არც კი ფიქრობთ პირად ცხოვრებაზე. ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში ასეთი ურთიერთობების დაწყების შანსს ნამდვილად ვერ ვხედავ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო. ხმლების 7-იანი საქმიან სფეროში თებერვალში შეიძლება აღმოჩნდეთ გარემოში, სადაც ყველაფერი ისე პირდაპირი და გამჭვირვალე არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ საჭიროა უფრო დაკვირვებული იყოთ, დააკვირდეთ სიტყვებს, ქმედებებს, დეტალებს. ამ პერიოდში თქვენ თავადაც ეცდებით, რომ საქმეებს უფრო მოქნილად, ზოგჯერ არასტანდარტულად მიუდგეთ, მოძებნოთ გზები, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობები ან საქმე უფრო მარტივად მოაგვაროთ და ეს სრულიად გასაგებია, მით უმეტეს თუ გრძნობთ, რომ ენერგიის დაზოგვა გჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ ბარათის ენერგია ერთგვარ გაფრთხილებასაც გულისხმობს. თებერვალში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც იღებთ და რომელსაც სხვებს უზიარებთ. გადაამოწმეთ შეთანხმებები, პირობები, დოკუმენტები, განსაკუთრებით ის დეტალები, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ. ასევე ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს, ვისთანაც მუშაობა მოგიწევთ. ყველა შეიძლება არ მოქმედებდეს სუფთა განზრახვებით და ჩემი რჩევაა, ეცადეთ სიბრძნე და წინდახედულება გახდეს თქვენი მთავარი ინსტრუმენტი ამ პერიოდში. რაც უფრო ფხიზლად და შეგნებულად იმოქმედებთ, მით მეტად შეძლებთ თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო სიტუაციები და დაიცვათ საკუთარი ინტერესების საქმიან სფეროში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ნულოვანი მაღალი არკანი სულელი, ეს ბარათი განულებას, გადატვირთვას მოიაზრებს. შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის სამსახურის დაკარგვაზეც მიუთითებდეს, თუმცა უმრავლესობისთვის ეს ბარათი გამოვლინდება როგორც ცვლილებები, ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ჯერჯერობით მხოლოდ ინტუიციურად იგრძნობთ. შესაძლებელია ეს ბუნდოვანება გაშინებდეთ კიდეც ამ პერიოდში და გარკვეულ სტრესთანაც იყოს დაკავშირებული, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ბარათის ენერგიაში ასევე მოიაზრება ღვთაებრივი მაღალი ძალების მფარველობა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გამოწვევას სამყარო გიწყობთ, რითაც ერთი მხრივ გაიძულებთ უარი თქვათ ჩვეულ საქმიან ყოველდღიურობაზე, გამოხვიდეთ ეგრეთ წოდებული ნეგატიური კომფორტის ზონიდან. მეორე მხრივ კი, თუ შეძლებთ ინტუიციურად მიყვეთ თქვენს შეგრძნებებს, იგრძნოთ ახალი შესაძლებლობები, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და კონცენტრირდეთ განვითარებაზე. თქვენ შეძლებთ წინ წახვიდეთ კარიერული განვითარების გზაზე, გაიღრმავოთ პროფესიული გამოცდილება და აიმაღლოთ რეპუტაცია. გახდეთ მაგალითად უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი, რაც საბოლოო ჯამში არის კიდეც წარმატება საქმიან სფეროში. ასე რომ გვერდზე გადადეთ შიშები და იმოქმედეთ მეტად თავდაჯერებულად. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების 3-იანი, ამ პერიოდში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი,
ბუნებრივია თუ ასეთი სურვილი გაქვთ, მნიშვნელოვანია გაბედულად მოიძიოთ ვაკანსიები და მაქსიმალურად გამოავლინოთ შრომის მოყვარეობა და თქვენი შესაძლებლობები. ეს ბარათი ასევე გულისხმობს, რომ შესაძლებელია მოგიწიოთ სწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და მზად იყავით ამისთვისაც. სამაგიეროდ ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, აღმოჩნდებით კოლექტივში, სადაც თქვენს მოტივირებულობას და პასუხისმგებლობას საქმის მიმართ ნამდვილად დააფასებენ და საშუალებაც მოგეცემათ კიდევ უფრო დახელოვნდეთ პროფესიაში და წარმატებული კარიერაც მოიწყოთ სამომავლოდ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, თებერვალი თქვენთვის სტრუქტურის გადახედვის, კონტროლის გამკაცრების და მეტი პასუხისმგებლობის აღების პერიოდი იქნება. მიხვდებით, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა ჩადოთ საქმეში, მკაფიოდ განსაზღვროთ წესები, საზღვრები, მიმართულება. გამორიცხული არ არის, რომ აქამდე მოქმედებდით სხვადასხვა სტრატეგიით, ექსპერიმენტებით, შესაძლებელია ზოგჯერ გადაჭარბებული რისკითაც, ხოლო ამ პერიოდში მოვა სიცხადე, დაინახავთ რა მუშაობს რეალურად და რა აღარ, სად არის საჭირო სიმკაცრე და სად მეტი დიპლომატია. თუ თქვენი ბიზნესი ან საქმიანობა აქამდე ქაოსურად ვითარდებოდა, თებერვალი მოგცემთ შანსს, მოაწესრიგოთ სისტემა, გაანაწილოთ პასუხისმგებლობები, ან თავად აიღოთ სრული კონტროლი პროცესებზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარი ავტორიტეტის გამყარებაზე, მიიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებზე, არ გადადოთ საქმეები სამომავლოდ და რაც მთავარია იმოქმედეთ არა ემოციებით, არამედ გააზრებული სტრატეგიით. ამ ბარათის ენერგია არ გპირდებათ სწრაფ შედეგებს და მოგებას, მაგრამ საუბრობს სტაბილურობაზე, გრძელვადიან შედეგებზე და ძალაუფლების სწორ გამოყენებაზე. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგი იქნება სამუშაო სტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც მომავალში მოგცემთ მეტ სიმყარეს და მეტ სტაბილურობას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, თასების სამიანი, ამ პერიოდს ფინანსურად საკმაოდ პოზიტიურად გაივლით, შესაძლებელია თავს უფლებაც კი მისცეთ თქვენი პირადი ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი თამამად დაუთმოთ დასვენებას, გართობას, პირად სიამოვნებას და სხვებზე ზრუნვასაც. თუმცა ეცადეთ არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა და მაინც აკონტროლეთ თქვენი შემოსავლების და ხარჯების ბალანსი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების პაჟი. შეეცადეთ ახლებურად გაიაზროთ თქვენი ცხოვრება, არსებული შესაძლებლობები და მომავალიც კი, განსაზღვრეთ ის საჭიროებები, რაც ხელს შეგიწყობთ სამომავლოდ განვითარებისთვის, მზად იყავით ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი ცოდნის შესაძენად, დაისახეთ დიდი მიზნები, გეგმა ამ მიზნების მისაღწევად და მიყევით დასახულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვენ გაქვთ პოტენციალი რეალობად აქციოთ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი მორიელებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ვიდეო მეტმა ადამიანმა ნახოს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ კი თვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.